ისეთ თემას შევხვდები, რასაც ფონად უნდა გაზრდევდეს ესეთი ხმა. ისთან გამომდინარე, რომ ქართული ხალხი დღე-დაღამე უნდა აგინებდეს გორის საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძეს. მის სიტყვებიდან გამომდინარე. და რა თქვა მან თქვა, რომ მადლობა რუს მშვიდობის ყოფილებს, რომ შემოვიდნენ საქართველოში. ანუ რუსები ყოფილად თურმე მშვიდობის ყოფილები და რუსები არ აწიოებდნენ თურმე საქართველოს 2008 წელს. რუსებმა არ მოგვიკლეს თურმე ჩვენი თანამოქალაქეები, თანამებრძოლები. რუსები არ იპარავდნენ თითქოს უნიტაზებს და ასე შემდეგ და თითქოს რუსებს არ აქვს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული. ესენი არიან მართლა სულით რუსები, რომელთაც მეტი ბმა აქვთ ამ მოღალატეებთან, ვიდრე ქართველებთან. ეს არის ქართული ხალხის ღირსების შელახვა, არის წარმოუდგენელი რაღაცა, რაც თქვა, ეს დაუჯელი არ უნდა დარჩეს ქართული ხალხისგან პირველ რიგში. იცით რას ვფიქრობ? აი ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი დაბრკოლება და ყველაზე დიდი რამ რაც ხელს უშლით ზუსტად ქართული ოცნების ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობის წარმომადგენლებს არიან ზუსტად ის გმირები, რომელთაც თავი გასწირეს საქართველოს ერთიანობისთვის, საქართველოსთვის და ძალიან აწუხებთ, მაგალითად ძალიან აწუხებთ ანდრუხელიძე დარწმუნებული ვარ, ანდრუხელიძე რომ არ არსებულიყო, მაგალითად დავით რაზმაძე იქნებოდა ძალიან ბედნიერი. იმიტომ რომ ერთ მხარეს აქვს ეს მოღალატეობრივი ნარატივი და მეორე მხარეს არის სამშობლოსთვის თავგანწირული ადამიანები, რომელსაც თავი გადადეს მართლა ყველაფრისთვის რა. ვერ ხვდები, ეს არის მართლა ღირსების შელახვა ქართველებისთვის რა, თითოეული ჩვენგანისთვის რა. წარმოიდგინეთ, ადამიანი ლაპარაკობს, რომ რუსები, რომლებიც 2008 წელს შემოვიდნენ, არიან მშვიდობის მყოფელები. აი, ამაზე დიდი ბოროტება და ამაზე დიდი მოღალატეობა რა უნდა წამოგწდეს, რა უნდა თქვა, არ ვიცი რა, ვერ ხვდები რა. რეაქცია უნდა იყოს მისიერი უბრალოდ რა. არ შეიძლება ყველაფერი გაატარო და ყველაფერზე თვალი დაახუჭო, არის შეუძლებელია. ყველამ ვიცით, რომ ისინი მოღალატეები არიან, მაგრამ ჩვენც ადეკვატური რეაქცია უნდა გქონდეს რა. ჩვენ უნდა გავცეთ რეალური პასუხი. ჩვენ უნდა გავხსნათ ადეკვატური პასუხი ამ ადამიანის